ქსელური მაღაზიების ნაწილში პური დღეს 10 თეთრით გაძვირდა. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ცვლების მიზეზი თავად რიტეილ სექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. როგორია პურის შემადგენელი ძირითადი კომპონენტის ფქვილის ღირებულება და რა მოცულობის ხორბლის იმპორტი განხორციელდა წელს საქართველოში, დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მაიკო, მოგესალმები. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, უკვე თვენახევარია, რაც ფქვილის ფასი არ შეცვლილა და ქართულ ბაზარზე ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 57-დან 60 ლარამდე მერყეობს. შესაბამისად, მათი განმარტებით პურის ფასი ფქვილის თვითღირებულებიდან გამომდინარე არ შეცვლილა და წინასწარი მოკლევით პროდუქტის გაძვირების ძირითადი მიზეზი თავად ქსელური მარკეტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ დღეს გარკვეული სახეობის პური 10 თეთრით გაძვირდა. რაც შეეხება ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის იმპორტს, წელს საქართველოში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ხოლო ფქვილის შემცირდა. ჯამურად ქვეყანამ 75 მილიონი დოლარის ღირებულების ხორბალი და ფქვილი იყიდა. ქვეყნისთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელი ტრადიციულად წელსაც რუსეთია. 8 თვეში რუსეთიდან 50 მილიონი დოლარის 191,000 ტონა ხორბალია იმპორტირებული. რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების ხორბალს, საქართველოს წელს 200,000 ტონამდე ხორბლის მოსავალი აიღო, თუმცა ხარისხობრივი მაჩვენებლიდან გამომდინარე მოსავლის უმეტესი ნაწილი არასასურსათო იყო. ფერმერთა ნაწილმა და საკმაოდ დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ არ გაეყიდა დიდი რაოდენობით ხორბალი თვითონ სეზონზე და შეენახა ფასის ზრდის მოლოდინში. ეხლა ამჟამად ეს შენახული ხორბალი ნელ-ნელა გამოდის თვითონ ბაზარზე, თუმცა გითხარით, რომ ხარისხობრივი მაჩვენებლები არც უცო მაღალია და ძირითადად ეს ყველაფერი მიდის უფრო მეცხოველეობაში და მეფრინველეობაში, თუმცა გარკვეული ნაწილი მიდის წისქვილ კომბინატებშიც და ჩვენ მაგალითისათვის იმპორტული ხორბალი დღეს გვაქვს დაახლოებით 88-90 თეთრის ფარგლებში 1 კილოგრამი, ესე ვღებულობ DGG-ს ჩათვლით და ქართული ხორბლის მიღება არის დაახლოებით 70-72 თეთრი, იმიტომ რომ DGG-ს სხვაობას იძლევა იმპორტთან შედარებით, იმიტომ რომ ქართული ხორბალი განთავისუფლებულია DGG-დან. საქართველოსთვის ხორბლის კიდევ ერთი მომწოდებელი ყაზახეთია, რომელიც ჭარბი მოსავლის ფონზე ხორბლის ექსპორტს ასუბსიდირებს. მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოს ყაზახეთიდან 18 მილიონი დოლარის ღირებულების ხორბალი იყიდა. ყაზახური ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებლიდან და შედარებით მაღალი ფასიდან გამომდინარე, ყაზახური ხორბალი რუსული ხორბლის ალტერნატივად ნაკლებად განიხილება. მართალია, ყაზახეთს საქართველოში ხორბლის შემოტანის ინტერესი აქვს, თუმცა სექტორის წარმომადგენლების თქმით, ტრანზიტის კუთხით არსებული გამოწვევებისა და ასევე ქვეყანაში სპეციალიზებული საცავების ნაკლებობის ფონზე ყაზახ ექსპორტიორებს პროცესი საკმაოდ ძვირი უჯდებათ. ტრანზიტის ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად არ გვაქვს, იმიტომ რომ ხორბალს სჭირდება დაგროვება გარკვეული გემის პარტიის თვალსაზრისით და მინიმუმ 15,000-იანი გემმა თუ არ წაიღო ეს ხორბალი, მისი გადაზიდვა ზღვაზე ძალიან ძვირი ჯდება. იყო მაგალითები, რამდენიმე ასეული 1000 ტონა გადაიტვირთა, თუმცა ძალიან კუსტარულად და საკმაოდ მაღალი თვითღირებულებით უწევდათ ყაზახ ექსპორტიორებს ამის კეთება. მე მათთან პირადად მქონდა საუბარი, თუმცა ძალიან დიდი დაინტერესება აქვთ ამის კეთების. ეხლა არის გარკვეული წლებია უკვე მცდელობა, რომ ყაზახ ხორბლის ექსპორტიორებთან ერთად მოხდეს რაღაც ესეთი და სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ყაზახურ სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად მოხდეს გარკვეული ინტერესების გაერთიანება ლოჯისტებისა და ექსპორტიორების, რომ საქართველოში შეიქმნას ის ინფრასტრუქტურა, რომელიც მათი ხორბლის ექსპორტს შეუქმნის ხელს. ეხლაც მიმდინარეობს ნარჩენი თქვათ, ასე ვთქვათ, ყაზახური ხორბლის რაოდენობის შემოსვლა, თუმცა ეს ეფექტი თანდათან იწურება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთმა გააგრძელა სუბსიდირების ელემენტი ამ სეზონზე, უკვე ახალი ივნისიდან 25 წლის ივნისიდან, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ წინა წლის სუბსიდირება ბევრ ექსპორტიორ კომპანიას ყაზახეთში არ მიუღია, ანუ ფული ჯერ არ აუღია ექსპორტის შემდეგ, აქტიურად ისინი ფრთხილობენ ყველა მიმართულებით უკვე ახალი ოპერაციების განხორციელებას. აქედან გამომდინარე, არის ყაზახური ხორბალი წარმოდგენილი, მაგრამ არა იმ დიდი რაოდენობით, რომელიც უკვე შარშან იყო, თუმცა ჩვენ ველოდებით უფრო სტაბილურობას და იმედი გვაქვს, რომ ეს ხორბალი შემოვა საქართველოში და გარკვეულ კონკურენციაში შევა იმპორტირებული რუსული ხორბალთან მიმართებაში.
ამ ეტაპზე 1 ტონა ხორბლის ფასი $225-230 ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის ბოლოს რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის გადასახადი 1 ტონაზე 656 რუბლამდე გაიზარდა, რაც მანამდე არსებულ ფასთან შედარებით 1.5-ჯერ მეტია, თუმცა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ეს ცვლილება ფქვილის ფასზე მნიშვნელოვნად არ აისახება. მადლობა, კრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.